ისე კარგად ამომწულა რომ ისაუბრა მარიამმა თითქმის აღარ დამიტოვა სასაუბრო, მაგრამ მე გავაგრძელებდი ძალიან საინტერესო იქნებოდა ესეთი რამ რომ მართლაც რატომ შეიტანა პოეტმა თავისი ის მინიატურული მინიმალისტური ლექსები ამაზე თუ გასუხებდა. ხო შეიძლება ასეთი ფორმაცია ეს შეკითხვა დარჩეს. ეხლა ორიგოდეს თქვით. მაინტერესებს რომ რატომ შეიტანა რა მოტივაციით მოიქეც და ასე. ხო რა მინდა თქვა იცი ძალიან მიყვარს მე ვაჟა ხორნაულის ლექსები მისი პოეზია იმიტომ რომ ეს არის სუფთა პოეზია სუფთა ხალასი ადამიანი მოდის აი ამ ლექსებიდან და ვინც იცნობს ვაჟა ხორნაულს და იცის მისი ბიოგრაფია ამაში არ შეეპარება იმიტომ რომ ეს ადამიანი აი მე მაგალითად მას ფიზიკურად არ ვიცნობდი მაგრამ კითხულობდი მის ლექსებს და როდესაც გავიცანი ეს ადამიანი და ვესაუბრე და უფრო ახლოს მივედი და მასთან დავწუდი რომ ეს არის ძალიან უშუალო ძალიან სუფთა ბიოგრაფიის ადამიანი რომლისთვისაც აი ეს ცხოვრებისეული ჭუჭყი რომელიც ასე თუხთუხებს ჩვენს სიკვდილს რომელშიც ჩვენ ხშირად ვიწევს ხოლმე გასვლა თითქოს ვერ ეხება და თითქოს რაღაცნაირად აწეული არის ანუ მიწიდან ცოტა ზემოთ ჩვენზე უფრო ზემოთ და აი ასე თავისთვის ტიპებს აი ესე თავისი ლექსების გარემო მოცული და აი თავისი ლამაზი სათნო და სათუთის სამყაროთი. ისეთი სათუთი და სათნო სამყაროთი რომ გაგიკვირდება კიდევ დღეს რომ პოეტს როგორ შეიძლება რომ ასეთი დაწნევი და ასეთი სუფთა შემოქმედება ქონდეს რომ იქ არ გამოიგებს რაღაცები რაც სხვა პოეტების შემოქმედებაში ბლომად ხდება ხოლმე და საკმაოდ ამძიმებს კიდევაც და ანარცხებს კიდევაც ზოგჯერ წიგნსაც კი აი პრემულსაც კი პოეტის გვარსახეს რა ეგრე წიგნი ხო? აი ეს მინდოდა მე თქვა და რა ვიცი ბატონო ვაჟა გისურვებ თქვენ დიდხანს სიცოცხლეს ჯანმრთელობას აი ამ ხნეობას შინაგან დიდ ხნეობას და გასწრებ რომელიც თქვენ ნამდვილად გააქვთ შეიძლება შეგხედოთ ადამიანს და თქვას რომ აი როგორი ფიზიკურად რაღაცა მაგრამ დიდი შინაგანი ძალა გაქვთ ეს იგრძნობა ეს ლექსებშიც იგრძნობა და თქვენს ამიბუშიც იგრძნობა დიდი შინაგანი ძალა გაქვთ ეს არის მართალის სამყაროს ძალა რომელიც დიდხანსაც აწოცხლებს ადამიანს ფიზიკურადაც მე რომ გითხოთ და შემოქმედებით დიდხანს აწოცხლებს და ეს წიგნები რომლებიც გამოდიოდა და კლავაც გამოვა დარჩება საყვარელი წიგნებად ქართული მკითხველისათვის ყოველთვის დარჩება ვაჟა ხორნაულის შემოქმედება მართალი პოეტის ხმად ღაღადებული საუდავნოს შინავ არ მინდა რომ თქვა იცი საქართველოს არიან ადამიანები რომლებიც ყოველთვის მკითხველად მოიაზრებიან ასეთი პოეტის მკითხველად ყოველთვის მოიაზრებიან თუნდაც ეს შეკრება ჩვენი ამის დასტურია და კიდევ მრავალი შეკრება რომელიც გამართულა სადაც ადრესატი სიხარულის გამოხატვისა ვაჟა ხორნაული როგორც პოეტი ყოფილა ერთ ლექსს წაიკითხავ ბატონ ვაჟისას მე ეს ლექსები ძალიან მომწონს მაგრამ ყველაფერი მომწონს და ისიც მინდა ვთქვა რომ ბატონი ვაჟა არის შესანიშნავი მოკაფიავე კაფის დიდოს დადიარი და ჩვენ არაერთხელ შევკინები ვართ ინტერნეტ სივრცეში კაფეებში და თავის სიძლიერეს როგორც აი ცოცხალს ვითხოვ, ცოცხალს ინტერნეტ სივრცე არა, ცოცხალს. სორია. ისე ვთქვათ, იქა ძალიან ლაღამი ვთქვათ თავს იმ სივრცეში. ექსპრომტა და თქვა ლექსებში ეს ხო ექსპრომტია და ეს ხო უცებ ხდება და იქ დიდი ლამირების დიდი პოეტს და დიდი ძალა და ეს დიდი ძალა სწორედ იგრძნობა ხო მაშინ ბატონ ვაჟაში. აი კოდე საყვარელი ლექს უღმერთო ქვეყანაზე რა თქმა უნდა არაფერი არ არის არჩევა არ ტრიქონი იწერება და არც ვაჟა ხორნაულის სათქმელი ბევრი დაშორდება ხოლმე ასე და მე მგონი დარჩენილს მეორე სულს ხოსო აი ეს მაღლა აიტატოს და აიყვანოს ღმერთმა და ეს ასეც არის როდესაც ის ასეც სულთა ლამაზ ლექსებს წერს ამ ქვეყნა ყველა აღმართზე ღმერთის იმედით ვიარე ხანს ვალმა გადამიარა ხანს ვალზე გადავიარე შენი ხმა მენატრებოდა ის მომირჩენდა იარებს მაგრამ ვერ შევხვდით ერთმანეთს გული ვერ გაგიზიარე შენ წამი ადრე წასულხარ მე წამი დავგაგე გენიალური მიშა ცოცხალ შეეკინეთ ერთმანეთს რა ხო ოჯახში ვართ მედი აბა გაბედე რა გაბედე მაგას მაი გარემო არა უშავს მე იქნება ეგ ეხლა ჩიქა უნდა ჩიქა ძალიან
უცბად გალექსე. მოდი ჯერ უპასუხო სიმკითხოს, რომ ეს დაისვა უკვე. და ჩემი მხრიდან.